მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. კარგ დღეს გისურვებთ ყველას. დღევანდელი ჩართვა მინდა დავიწყო მეტაფორულ ასოციაციური ბარათების გაცნობით. გაჩვენებთ. აი ესეთი ბარათებია. ეს არის კონკრეტულად ემოციების დასტა, რომლითაც მე ვმუშაობ, მოგეხსენებათ, მე ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი და ჩემს სესიებში ძალიან კარგად ვიყენებ ამ ბარათებს. ქვეცნობიერის დასამუშავებლად, აი ქვეცნობიერში რაც აქვს ადამიანს დალექილი, ძალიან უზომოდ კარგად მუშაობს ეს ბარათები ამ ყველაფერზე. შეიძლება ზოგიერთმა ისეთი რამე აღმოაჩინოს ამ ბარათების დახმარებით, რაზეც თვითონაც არ უფიქრია საერთოდ. ეს არის კონკრეტულად ემოციების დასტა, მაგრამ მე მაქვს ასევე აბსტრაქციები, ასევე მინიშნებების ბარათები, რომლებსაც ვიყენებ ჩემს სესიებში. ასევე გეტყვით, რომ ჩემი კოუჩინგური ერთი სესია ღირს 30 ლარი, ხოლო ტარო კონსულტაცია 2 კითხვა 15 ლარი. კარგით, დავიწყოთ მაშინ დღევანდელი გაშლა და გადავწყვიტე თემა იყოს მაისი-ივნისი როგორი გექნებათ. მოდი ვნახოთ. ასევე გეტყვით ქალბატონების გასაგონად უფრო, თუმცა ზოგიერთ მამაკაცებს ეხება ხოლმე, თუმცა ძირითადად უფრო ქალბატონები. გეტყვით იმას, რომ როდესაც ურთიერთობებში გაქვთ რაღაცა პრობლემა, კონკრეტულად ადამიანი არის მანიპულატორი, თქვენი პარტნიორი, გტანჯავთ, ძალიან არ ხართ ბედნიერი მასთან ურთიერთობით, მაგრამ მაინც ვერ ეშვებით, ან წავიდე და სულ მაინც მასზე ფიქრობთ და ვერ გამოდიხართ აი ამ მდგომარეობიდან. ტარო კონსულტაციაც ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი გამოცდილებითაც ასევე გირჩევთ, რომ პირველ რიგში იზრუნოთ საკუთარი თავის განვითარებაზე. აი ამ სიტუაციაში ერთადერთი რაც გამოგიყვანთ არის ის, მე ესე ვფიქრობ, რომ იზრუნოთ საკუთარი თავის განვითარებაზე. თქვენ სულიერ მდგომარეობაზე. არ დახარჯოთ დრო. მაქსიმუმ ალბათ ძალიან ბევრი რო გავწელოთ, ერთი თვე იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ იფიქრო და ინერვიულო და გადახარშო ის რაღაცები, რაც დაგემართა, მაგრამ არაწლობით და თვეობით. ეს არის მკვლელი ადამიანისთვის, ქალებისთვის განსაკუთრებით, არის ჩვეულებრივი მკვლელი. ასეთი ადამიანები, ქალბატონები, რომლებიც ვერ გამოდიან ამ მიჯეჭვულობებიდან, ცოცხლად კვდებიან. ანუ ეს არის კატასტროფა. არ შეიძლება საკუთარ თავს მოექცე აი ასე სასტიკად, რომ ვიღაცა არარაობის გამო, რომელმაც ასეთ დღეში ჩაგაგდო, შენ დაკარგო თვეები და წლები ამაზე ნერვიულობაში. არ ვიცახი, რომ არ უნდა დაგემართოს და ანომალიურია ასე რომ გემართება თქო, მაგრამ ეს ძალიან ბევრს ემართება, თუმცა გამოსავალი არის ის, რომ იზრუნო და გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. ტაროზე და ტაროს კონსულტაციებზე როცა ეწერები და მიდიხარ და გაქვს კონსულტაცია და კითხვას უსვა მხოლოდ იმას, რომ როდის დაბრუნდება და გაინტერესებს მაინც ის, რომ დაბრუნდება თუ არა და მარტო ეგ რო გაინტერესებს, ოღონდ ის არა, რითი მოვა, რა შემოგთავაზებს და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად არის ანომალია. ამიტომ გირჩევთ, რომ ტარო კონსულტაციაც ძალიან კარგია, ასევე კოუჩინგური სესიები, რომლებიც გამოგიყვანთ აი ამ სასტიკი მიჯაჭვულობიდან, რომლისთვისაც
ამდენ დროს კარგავთ და ასე ცუდად ექცევით საკუთარ თავებს, ასე ტანჯავთ. გირჩევთ, რომ მიაკითხოთ, ან მე მომაკითხოთ, ან ნებისმიერ სხვა ქოუჩს, ფსიქოლოგს, გააჩნია რა მდგომარეობაში ხართ. და იმის მიხედვით გადაწყვიტოთ, ვის მიაკითხავთ. ტაროს გაშლებიც ძალიან კარგია, ოღონდ არა იმ თემაზე დაბრუნდება თუ არა. შეიძლება ეგეც გაიგო, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მარტო მაგაზე იყო ჩაციკლური, ეს ადამიანი რომ წავიდა, დაბრუნდება ოდესმე თუ არა და არ გაინტერესებდეს შენ რა გელის, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან, ხო? ძალიან ცუდს უკეთებთ საკუთარ თავებს, აი ასეთი მიდგომით. კარგი, ბევრს აღარ ვისაუბრებ და მოდი დავიწყოთ ჩვენი მაისი-ივნისის გაშლა. რა პერიოდი გექნებათ, რა მოხდება სიახლე და ასე შემდეგ. ჯერ გავიგოთ, ეხლა რა სიტუაციაში ხართ თქვენ? ხო, რა სიტუაციაში ხართ თქვენ, ვინც მე მიყურებთ? ასე კი, ყველამ თქვენ სიტუაციას მოარგეთ და ზოგადად ვიტყვი, რომ ხართ ასეთ სიტუაციაში, რომ თქვენს ხელში აიღეთ და აი თქვენი ძალისხმევით დაასრულეთ ძალიან ესეთი სიტუაციები, სადაც იყო ბევრი ტყუილი, ბევრი რაღაც ესეთ საჩოთირო სიტუაციები, ბევრი კითხვის ნიშანი გქონდათ და ამ ყველაფერმა ძალიან გაურკვევლობაში მოგაქციეთ ძალიან დაგღალად და თქვენ თვითონ ესე აი უდიდესი სიძლიერე გამოიჩინეთ და დაასრულეთ ეს ყველაფერი. და ახლა თქვენს ცხოვრებაში ცოტა ისეთი პერიოდია, აი თითქოს არ იცით რა გააკეთოთ. ან შეიძლება გაქვთ რაღაცა ფიქრები, მაგრამ აი ცოტა ნელა მიდიხართ ცხოვრებაში, ხო? აი რაღაც ახალი ფურცლიდან დაიწყეთ თქვენი ცხოვრება ეხლა და სწრაფად არ მიმდინარეობს ეს ცვლილებები, უბრალოდ აი ნელა მიიწევთ თქვენი მიზნებისკენ. კარგი. მოდი აბა გავიგოთ. რანაირი გექნებათ, როგორი იქნება თქვენი მაისი და ივნისი. როგორი იქნება ამ წლის მაისი და ივნისი თქვენთვის? მეგობრებო, ამ წუთას შეიძლება ნელა, ანუ ახალი მომხდარია ეს ცვლილებები და ნელა მიდიხართ თქვენი მიზნებისკენ და ეს ქმნის თქვენთვის ცოტა გაურკვევლობას, რომ რატო ასე სწრაფად არ იცვლება, ხო, ყველაფერი. მაგრამ ძალიან სწრაფად მოხდება აი ამ მაისის ბოლო, ივნისისკენ აი უკვე იგრძნობთ თქვენს ცვლილებებს, ხო? აი რაც გაქვთ ჩაფიქრებული, აი მიხვდებით, რომ აი უკვე რაღაცა იცვლება და ან თქვენში იცვლება რაღაცა. უფრო ძირითადად ვფიქრობ, რომ თქვენს შინაგანში არის ეს მდგომარეობა, აი რაღაცა მენტალურად რაღაცნაირად ვერ ხართ კარგად და ელოდებით, აი როდის გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. კი, რაღაცას აკეთებთ, ოღონდ ეს აი სწრაფი ქმედებები არ არის.
თუმცა აკეთებთ თქვენი თავისთვის რაღაცებს და აი უკვე ივნისის თვეში იგრძნობთ, რომ თითქოს გამოხვედით აი ამ რაღაცნაირი გაურკვეველი მძიმე მდგომარეობიდან. კარგი, აბა. ვნახოთ როგორი იქნება მაისი, ივნისი. მაისი და ივნისი, ვისაც უფრო აი ფინანსებისკენ გაქვთ პრობლემები, გეტყვით, რომ ამისთვის აი ეს რაც წაღან ავწერეთ, თუ ფინანსებს ეხება, გეტყვით, რომ ძალიან ისა როგორ გითხრათ, აი მიხვდებით, რომ შეგიძლიათ ბევრი გააკეთოთ თქვენი ფინანსებისთვის, ასევე ისწავლით, რომ შენახვას, აი როგორ ხო, ფულის შენახვას ისწავლეთ. თუ აქამდე აი რაღაცა გქონდათ ისეთი ზოგი ხარი უფრო მეტად მფლანგველი ზოგ შეუძლია შენახვა, ხო, თქვენ თუ იყავით ცოტა ისეთი, რომ უაზრობებში გეხარჯებოდათ, ასე ვთქვათ, ფული და აი ვერ ხვდებოდით აი ისე სწრაფად იხარჯებოდა თქვენი თანხები, ახლა ისწავლეთ აი ამ თანხების შენარჩუნებას და გადანახვას, რადგან თქვენ ასევე შეძლებთ, რომ ბევრი გამოიმუშავოთ, თანხების შემოდინება იქნება საკმაოდ ეხლა რაც გაქვთ იმაზე შედარებით მეტი და აი ამის ფონზე ისწავლით, რომ რაღაცა გვერდზე გადადოთ და შემოინახოთ. და ეს ყველაფერი თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს. ასევე შეიძლება მაისი, ივნისის თვეში რაღაცა ახალი ამბავი შეიტყოთ. რას ეხება ეს ამბავი? აბა ვნახოთ. ეს ამბავი უფრო ძირითადად იქნება აი წარსულიდან, რაღაცა წარსული შეგახსენებთ თავს. რაც სხვათა შორის ვერ ვიტყურეთ, სულაც იმოქმედებს თქვენზე, საკმაოდ დადებითი ეს გექნებათ, დადებითად იგრძნობთ თავს, შევსებულად იგრძნობთ თავს, შეიძლება მომენტებში მოგაწვეთ უფრო აი ემოციებით აივსოთ, მაგრამ აი ამ სიტუაციას, აი ამ წარსულის სიტუაციას ადრე თუ უფრო ემოციურად აღიქვავდით, ახლა უკვე დაიწყებთ უფრო მეტად გონებით ფიქრს. კი, აი და არ მისცემთ თქვენ თავს უფლებას, რომ თქვენში ემოციებმა უფრო მეტი გავლენა იქონიოს, ვიდრე გონებამ. ხო, აი ემოციების მხრივ ჩაიკეტებით ძალიან, საკუთარ თავს მოერევით და ჩაიკეტებით ემოციების მხრივ. და აი ამ წარსულ სიტუაციას, რაც რო ვთქვი, რომ გამოჩნდება თქო და თავს შეგახსენებთ ისევ, თქვენი სიძლიერე გამოვლინდება იმაში, რომ თქვენ ამ ყველაფერს, აი რადგან იმ წარსულმა თავი შეგახსენათ, ხო, უკეთესად იგრძნობთ თავს და უფრო მეტი სიძლიერე შეგემატებათ და თქვენ ამ ყველაფერს აი ამ წარსულ სიტუაციას, სავარაუდოდ იმას, რაც თავში ვთქვი, რომ იყო უფრო კითხვის ნიშნებით და ისეთი პრობლემები დაეჭვებით სავსე სიტუაცია, აი ამ სიტუაციას დაასრულებთ თქვენ და თავს იგრძნობთ, აი პენტაკლების დედოფალი ამოხვედით, პენტაკლების დედოფლად, რაც ნიშნავს იმას, რომ აი იგრძნობთ თავს ძალიან მყარად, ფინანსური შემოდინებაც, ფინანსებიც უფრო მეტად შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ასევე იგრძნობთ, რომ შეგიძლიათ ცხოვრებით დატკბეთ, მოგეწონებათ თქვენი თავი, სარკეში ჩახედვისას, უფრო თავდაჯერებული იქნებით, აი ამ თქვენი საქციელის გამო.
რასაც გააკეთებთ. კარგი, კიდევ რა გელოდებათ დადებითი მაისი-ივნისის თვეში? კი, აი თუ თქვენ როგორც თქვი წეგან რომ აი ეხლა ამ წუთას ნელა მიმდინარეობს თქვენი რაღაცა გამოკეთება, ასე ვთქვათ, თქვენ გადახვალთ აი როგორ მდგომარეობაში, იცი, აი ამ რაღაცნაირი გაურკვეველი, ხო, გაურკვეველი მდგომარეობიდან რომ გაიქცევით, გადაწყვეტთ რომ თქვენ სულზე იფიქროთ და გჭირდებათ ის რომ თქვენი სული უფრო დამშვიდდეს, იმიტომ რომ ამ წუთას რაღაცნაირად აფორიაქებული ხართ ძალიან და გადაწყვეტთ რომ ან ილოცოთ, ან მედიტაციები ატაროთ, ან coach-თან, ან ფსიქოლოგთან მიხვიდეთ, რომ აი ეს რაღაცა დაიცალოთ შინაგანად და ძალიან კარგად გამოგივათ სხვათა შორის ეს ყველაფერი, სწრაფად მოხდება თქვენი ეს გადაკეთება შინაგანად, იგრძნობთ სწრაფად შედეგს, მოკლედ და აი ამის ფონზე იქნებით ძალიან აი შინაგანად გაგიხარდებათ ძალიან ეს ყველაფერი. ასევე იგრძნობთ ძალას, რომ შეგიძლიათ წინ წახვიდეთ ცხოვრებაში და უფრო გამოავლინოთ საკუთარი თავი. კარგი. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ მაშინ. კიდევ რა შეიძლება მოხდეს ამ მაისი-ივნისის თვეში და შემდეგ დავასრულოთ. რა შეიძლება მოხდეს კიდევ დადებითი მაისი-ივნისის თვეში თქვენთვის? ძალიან მიხარია მეგობრებო, აი ეხლა თუ ხართ მძიმე ემოციური ფონი თუ გაქვთ ეხლა და აი რაღაცნაირად ესეთი ჩაკირული ხო რა აი როგორ იცი, აი ისე მძიმედ გრძნობთ ეხლა თავს, გგონიათ რომ საერთოდ ვერ გამოუშვებთ ამ თქვენს ემოციებს გარეთ და აი შიგნით ინახავთ რაღაც არ უშვებთ ამ ყველაფერს გარეთ, მაგრამ ზუსტად აი ამ მაისი-ივნისის თვეში მოხდება ის ძალიან სწრაფად, რომ თქვენ თუნდაც შეიძლება ისიც დაგეხმაროთ, რომ წეღან როგორც ვთქვი, რომ ლოცვებს, მედიტაციებს, coach-ს, ან ფსიქოლოგს, ან ტაროლოგს მიმართავთ მეთქი, შეიძლება სავარაუდოდ ეგ დაგეხმარებათ და თქვენ გამოუშვებთ აი ამ თქვენს მძიმე ემოციებს, აი ამოხეთქავთ რაღაცნაირად ძალიან სწრაფად, რაც მოგიტანთ თქვენ აი ამ სულიერ სიმშვიდეს. ეხლა მაგალითად ძალიან ხართ ჩაკეტილი, ძალიან გიჭირთ ემოციების გამოთქვა. შეიძლება თქვენს გარშემო არც არავინ არ არის ისეთი, ვისაც დაელაპარაკებით და გულს გადაუშლით და ბოლომდე დაიცლებით მასთან, ან არავის არ ენდობით, ან გგონიათ რომ ვერავინ მოგისმენთ, ამიტომ გადაწყვეტთ რომ მიმართოთ ასეთ ადამიანებს, სადაც შეძლებთ თქვენი ემოციები ბოლომდე, აი, რასაც ქვია, ბოლომდე გამოხატოთ და დაიცალოთ. რაც თქვენს ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს, ძალიან სწრაფად, თითქოს აი ერთი ბიძგი გინდათ, ერთი საუბარი, ან ერთი დღე გჭირდებათ აი ამისთვის, რომ სწრაფად გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ხო, აი ზუსტად ეს იეროფანტი ამოვიდა, ვიღაცა ისეთთან მიხვალთ, ვინც გიშველით და სწრაფად, აი ძალიან სწრაფად გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან. და სხვათა შორის ეს იქნება ბიძგი იმისთვის, რომ თქვენ დაიწყოთ აი შემართებით დაიწყოთ თქვენი ცხოვრება. აი 1-2 დღეს დახარჯავთ აი ამ თქვენი ემოციების დაცლისთვის და მერე თითქოს აი ესე სწრაფად შევდგებით ენერგიულად თქვენს ცხოვრებას, თქვენს
სამსახური იქნება, ყოველდღიურობა, რაც გაქვთ ყოველ შემთხვევაში, რასაც აკეთებთ ყოველ დღე, აი ამას ძალიან ენერგიულად, ენთუზიაზმით შეუდგებით ყველაფერს. თითქოს აი ეს გჭირდებათ და ამას გააკეთებთ თქვენი თავისთვის. კი, აი. ხო, ეხლა უკვე იგივეს იმეორებს კარტი და გეტყვით მაინც, რომ აი ამ თქვენი ემოციები გხევთ უკან ამ წუთას და ამ ყველაფერს რომ გაუკეთებთ საკუთარ თავს, რომ ვიღაცასთან რომ მიხვალთ და ვიღაცა გიშველით, ხომ? ისეთი ვიღაცა, ვისაც ენდობით, იცით რომ არავისთან არ გავა მასთან საუბარი, აი მასთან რასაც ისაუბრებთ, რომ არავისთან არ გავა, აი იმასთან დაიცლებით ბოლომდე. და თქვენ აი როგორ იქნები, როგორ იგრძნობთ იცი თავს? ეს ემოციებს ხომ ამოხედქავთ და დაიცლებით ბოლომდე და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, რაც გქონდათ გულში გემახსოვრებათ, მაგრამ ეს ტკივილს აღარ მოგაყენებთ. ან გატრიალებული იქნებით თქვენი აი ესეთი მძიმე ემოციური ფონიდან და იმუშავებთ იმ ყველაფერზე, საკმაოდ დიდი ძალა გაქვთ სხვათა შორის თქვენს თავზე, აი იმუშავებთ იმისთვის, რომ აი ახალი ენერგიებით და ენთუზიაზმით დაიწყოთ თქვენი ცხოვრება, თქვენი ყოველდღიურობა და ამ ყველაფერს თითქოს აი გასწავლით ვიღაც სხვა. ვიღაც სხვა ადამიანი, აი რაღაც ხო. ძალიან ისეთი ცვლილებები ხდება თქვენს ცხოვრებაში. მეც აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ თითქმის იგივე ისტორიას მიყვება ტარო. ამიტომ დავასრულებ ამით, რომ მოხდება ძალიან დიდი ტრანსფორმაცია თქვენში და აი თავს იგრძნობთ როგორ იცი, აი თითქოს ვიღაცის აი ახლა თუ გრძნობთ ძალიან ისეთ მყარად ვერ ხართ მიწაზე, თითქოს ვერ დგახართ რაღაცნაირად მიწაზე, აი ასე შეიძლება ზოგიერთ ისეთი შეგრძნებაც გაქვთ, რომ მიწაზე რო ადგავთ ფეხს, თავბრუ გეხვევათ და აი თითქოს უნდა წაიქცეთ და რაღაც აი ესეთი შეგრძნებები ვისაც გაქვთ, აი ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან ბალანსირებულად და მყარად, ძლიერად იგრძნობთ თავს. აი ისეთი შეგრძნება გექნებათ, რომ თქვენს უკან აი დიდი ზურგია რაღაცნაირად და თქვენ ყველაფერს შეძლებთ. რა პრობლემაც არ უნდა დაგხვდეთ, ყველაფერს გადალახავთ. აი უკვე სიძლიერეში გადადიხართ. აი ასეთი ძლიერებად იგრძნობთ თავს. თქვენ შინაგან სიძლიერეს გამოიტანთ. ეხლა თუ გაქვთ ესე დაფარული და გგონიათ რომ ვერაფერს ვერ შეძლებთ, იმხელა ემოციური ფონი გაქვთ, აი ამ ყველაფრის ფონზე თქვენ თავს უშველით და თქვენ სიძლიერეს გამოიყენებთ, ასე ვთქვათ. ძალიან დადებითი და კარგი გაშლა გამოვიდა. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო. კარგ დღეს, კარგ თვეებს და კარგ წლებს გისურვებთ ყველას. ბედნიერად, დროებით.